2008 წლის 7 აგვისტოს ღამის 12-ის ნახევარზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. ყველაფერი არა ცხინვალში არაც მოხდა, აი რა ვქნა. დღევანდელ ფილმში თქვენ ნახავთ რა არჩევანი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს 2008 წლის 7 აგვისტოს. მე მას სიტყვით ვუთხარი. თქვენ გაიგებთ როგორი იყო მსოფლიოს დიდი პოლიტიკა და რა ადგილი ეკავა იქ საქართველოს. როგორ მიმდინარეობდა მსოფლიოს ახალი გადანაწილება. თქვენ საერთოდ არ გსწონიათ ევროპელებს? მას უნდა შეგრძნება რომ ჩვენ ვატყუებდით. თქვენ ნახავთ როგორ წნდებოდა მსოფლიო პოლიტიკურ კულუარებში საქართველოს ბედი. ეს იყო კოსოვო, ასევე ერაყი. და ვფიქრობ რუსეთს მიაჩნდათ, რატომ შეგვიძლია შეერთებულ შტატებს შეიჭრა სადაც უნდა. რუსეთს კი არა. დაზვერებული თვალები მარტივად შეამჩნევდა, რომ იქ უკვე ომის უკუთვლის მსგავსი რაღაც იყო დაწყებული. 2008 წლის 8 აგვისტო პეკინი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ომის დაწყების შესახებ პეკინში შეიტყო, სადაც ის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა. საქართველო ამერიკის მოკავშირე იყო და თეთრი სახლი ამ ქვეყანას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ბუშისათვის საქართველოს უსაფრთხოება პრინციპულ საკითხს წარმოადგენდა. შეერთებული შტატები 2001 წლიდან იბრძოდა ავღანეთში. სამწესკი ერაყის კამპანიაში ჩაერთო, სადაც ძალიან გაუჭირდა. სწორედ ამიტომ 2003 წლიდან ამერიკამ ახალი ახლო აღმოსავლური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელიც რეგიონში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას გულისხმობდა. იმავე წლის ნოემბერში საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. ახალგაზრდა პროდასაბლურად განწყობილმა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მშვიდობიანი რევოლუციის გზით შეცვალა კორუმპირებული ხელისუფლება და გამოაცხადა, რომ ქვეყანას წარმატებული დემოკრატიის მაგალითად აქცევდა. მოვიდა ჯგუფი აბსოლუტურად დასავლურ ენაზე მოლაპარაკე რეფორმატორების, რომელთაც თქვას, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ნაწილი ვიყოთ იქ, სადაც საერთოდ სახელმწიფო არ არსებობდა, ხო? ვარდების რევოლუციის ტალღა გადაედო უკრაინას, სადაც 2004 წელს არჩევნების შედეგების გაყალბება 100,000-ობით ადამიანმა გააპროტესტა. შემდეგ ყირგიზეთს, მოლდოვას, ლიბანს, რეგიონში ცვლილებებისა და სიახლის ტალღამ გადაიარა. ამ მოვლენებმა დააფიქრა ვაშინგტონი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ. უკრაინა და საქართველო საუკეთესო მასალა იყო სწორედ იმ პოლიტიკისათვის, რისი გატარებაც სურდა ამერიკას რეგიონში. წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა საუკეთესო მაგალითი იქნებოდა აღმოსავლეთისათვის. ეს კარგად დაინახა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის გუნდი საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში ევროპის ნაწილად განიხილავდა და მზად იყო ყველა გამოწვევა მიიღო ამ მიზნის მისაღწევად. ამასთანავე აზერბაიჯანთან თანამშრომლობით სააკაშვილს სურდა საქართველოს დამოუკიდებელი ენერგოდერეფნის საკვანძო ნაწილად ექცია, რომელიც რუსეთის გვერდისავლით ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ კი შუა აზიის უზარმაზარ ენერგორესურსებს დასავლეთისაკენ გაატარებდა. ჩვენი აზრით, თუ დემოკრატიის ეს ექსპერიმენტი არ იქნებოდა ტრიუმფალური საქართველოში, მაშინ სად უნდა ყოფილიყო წარმატებული ამ რეგიონში. ნედლეული საიმისოდ, რომ რეფორმები ყოფილიყო წარმატებული არსებობდა და ჩვენ გვინდოდა რომ ეს გამოსულიყო. ასე იქცა საქართველო ამერიკის უახლოეს მოკავშირედ რეგიონში. და აი საქართველოსაკენ დაიძრნენ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, გამოცდილი მრჩეველები, შეიქმნა ფინანსური დახმარების პროგრამები. ნახევრად შემდგარ სახელმწიფოს რეფორმების სასწაული უნდა მოეხდინა. იგი უნდა გადაქცეულიყო მაგალითად ერთი მხრივ არასტაბილურ რუსეთსა და მეორე მხრივ სულ უფრო ფეთქებად ახლო აღმოსავლეთს შორის. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი სახლის ვარსკვლავად ბიჭუნა და დემოკრატიის ექსპორტის
თავად განსახიერებად იქცა. ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მოგზანება ოვალურ კაბინეტში. მაყოფილი ვარ ჩვენი დისკუსიის და მიხარია რომ შემიძლია მეგობარი გიწოდოთ. კონგრესმენებმა ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა 2005 წელს ის ერთობლივად წარადგინეს ნობელის პრემიაზე. იმავე წელს პირადად ჯორჯ ბუში ჩამოვიდა იმ საოცრების სანახავად, რომელსაც საქართველო ერქვა. 100,000 ადამიანმა მოიყარა თავი იმ დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე, რომ მსოფლიოს სახელმწიფოს ლიდერს მისალმებოდა. თქვენ ბევრი მნიშვნელოვანი გზით უწყობთ ხელს თავისუფლებას, მაგრამ უმთავრესი თქვენი მაგალითია. ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო გახდა იმედის მომცემი ცვლილებების მოწმე. ბაღდადიდან ბეირუთამდე და ბიშკეკამდე. მაგრამ სანამ მოხდებოდა მეწამული რევოლუცია ერაყში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, ან კედრის რევოლუცია ლიბანში, იყო ვარდების რევოლუცია საქართველოში. ეს ნამდვილი მოვლენა იყო. მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოკავშირეობა. ასეთი შანსი საქართველოს ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონია. ისტორიულად მას მხოლოდ დამპყრობლების მოგერიება უხდებოდა. ქართველები საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამებში ჩაერთნენ. სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნეს ავღანეთსა და ერაყში. დაიწყეს არმიის გადაიარაღება და წვრთნა. თუმცა რუსეთისათვის, სადაც დემოკრატია სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხედ აღიქმება, მის საზღვრებთან ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერება და ფერადი რევოლუციების გამარჯვება პრინციპულად მიუღებელი იყო. ადე რაღაცა გაჩნდა, რაც იყო აბსურდად ანგრევდა იმ კონცეფციას, რაც ჰქონდა პუტინს. ამიტომ ეს იყო, რა თქმა უნდა, იდეოლოგიური დაპირისპირება საქართველოს მხრიდან ერთმნიშვნელოვანი. ხა იმიტომ კი არა, რომ პუტინს ჯიბრაში ვედექ, იმიტომ რომ ეგრე გჯეროდა მართლა, რომ ეს ასეა და დღესაც ესე მჯერა, ასე რომ მისთვის მან ესევე მიხვდა, რომ აქ არის პრობლემა მისთვის სერიოზული. ჯერ კიდევ 1991 წლიდან, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო ამაოდ ცდილობდა თავი დაეღწია რუსული პოლიტიკური სივრცისათვის და კურსი დასავლეთისაკენ აეღო. ამის საწინააღმდეგოდ რუსეთი ახდენდა არეულობებისა და სამოქალაქო ომების პროვოცირებას. საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ხაზს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობას და ინსპირირებას უკეთებდა შეიარაღებულ დაპირისპირებას. 1992-93 წლებში მოახდინა მათი ოკუპაცია და სამშვიდობო ძალების სტატუსით იქ ჯარი შეიყვანა. ახლა კი საქართველოს შანსი მიეცა რუსული პოლიტიკური გავლენის შემცირებით აღედგინა კონტროლი დაკარგულ ტერიტორიებზე და შემდეგ უკრაინასთან ერთად თავი შეეფარებინა ისეთი ძლიერი პოლიტიკური ბლოკისათვის, როგორიც ნატოა. ეს რუსეთისათვის უკვე მთავარ გამოწვევად იქცა. საქართველოსა და უკრაინაზე გავლენის დაკარგვას ის არ დაუშვებდა. იმპერიული სული რუსული პოლიტიკის მთავარი პარაგრაფია. რუსეთთან მეგობრობა ძალიან რთულია. დემოკრატიული ქვეყნების საერთო ენას ადვილად ძალიან სწრაფად პოულობენ. მაგრამ დემოკრატიისთვის რთულია საერთო ენის გამონახვა იმპერიულ კურსთან. ამიტომ ეს ურთიერთობები მე ვიტყოდი საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. პუტინმა თქვა, რომ დემოკრატიული რევოლუციები ეს ამერიკის მოწყობილია და მისი მიზანია რუსეთის დასუსტება. შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინის წარმატება სულ ცოტა რუსეთის წარუმატებლობის ნიშანი იქნებოდა. ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება კი რუსეთის დასასრულის დასაწყისი. ვლადიმერ პუტინი უშიშროების ოფიცერი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირის დანგრევა მსოფლიოს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნდა. მისი პოლიტიკა სწორედ რუსეთის ძველი გავლენის აღდგენას ითვალისწინებდა. შეგვიძლია განვიხილოთ მთელი რეგიონი და აღმოვაჩინოთ, რომ ბევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა და ახლა თავისუფალი სახელმწიფოები იყვნენ აღელვებულები იმით, თუ რა ხდებოდა რუსეთში. იმით, რომ შესაძლოა რუსებს ჰქონოდათ მათზე კონტროლის ხელახლა დამყარების მცდელობა. რუსეთს კავკასიაში სრული ჰეგემონობისათვის დამატებითი мотивაციაც ჰქონდა. ამ
ამ შემთხვევაში ის მთლიანად ჩაიგდებდა შუა აზიისა და კასპიის ნედლეულის დასავლეთში გატანის გზებს. აზერბაიჯანში ძალიან ღელავდნენ და სურდათ მხარდაჭერის მიღება გაზსადენის მშენებლობისთვის. იმისთვის, რომ ამ რეგიონიდან გაზის სამხრეთ ევროპის გავლით მიეწოდებინათ. რუსეთი ამას ეწინააღმდეგებოდა, რადგან ის ხიდდა გაზს ევროპაში, აკონტროლებდა ბაზარს. მას მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი ხელი ბაზარზე და არ სურდა შესაძლო კონკურენციის არსებობა. და დაიწყო დიდი გეოპოლიტიკური თამაში. დაპირისპირების მთავარ წერტილად საქართველოს კონფლიქტური რეგიონები იქცა, სადაც რუსებს ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ. აქ თანამდებობებზე რუსეთის მოქმედი გენერლები და ოფიცრები იყვნენ დანიშნული. სააკაშვილმა ბრწყინვალედ იცოდა ის სირთულეები, რაც ელოდა, თუმცა მის პოლიტიკურ გუნდს მიაჩნდა, რომ რუსეთისაგან გათავისუფლების გადამწყვეტი მომენტი დადგა და უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. უსულმა სპეცსამსახურებმა დაიწყეს სეპარატისტების წვრთნა და აღჭურვა. რასაც საქართველოში ტერაქტებისა და დივერსიების მთელი სერია მოყვა. კონფლიქტურ რეგიონებში შეტაკებებმა ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო. საქართველოს ხელისუფლება ამოდ ცდილობდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას და იქ საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას. მახსოვს ეუთოს მინისტერიალი ბრიუსელში. ჩემს რუს კოლეგას მისტერ კელინს ვეუბნებოდი, თუ ღელავთ, რომ ქართველები მოქმედებენ პროვოკაციულად სამხრეთ ოსეთში, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც მოხსნის დაძაბულობას? თქვენ ამბობთ, რომ ქართველები თავიანთ სამხედრო დანაყოფებს ზრდიან სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. რატომ არ შეგვიძლია გავზრდოთ ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობა, რომ იყოს გამჭვირვალობა? მახსოვს საწოდავი კელინი, რომელიც სულ დღეში იყო, რადგან ოთახში ყველანი ამ არგუმენტს ვიშველიებდით და მასზე გაცემული მითითებები არ აძლევდნენ მას საშუალებას ეთქვა. დასაკვირველია, ეს უნდა გავაკეთოთ, ეს ლოგიკურია. მისი პასუხი იყო, ჩვენ არ შევუშვებთ ეუთოს დამკვირვებლებს, რადგან არ გვინდა გამჭვირვალობა სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა საქართველოს გამოუცხადა ეკონომიკური ბლოკადა და შეწყვიტა ყოველგვარი პროდუქტის შეტანა. გაამკაცრა სავიზო რეჟიმი. დაიწყო რუსეთში მცხოვრები ქართველების დევნა და დეპორტაცია. საპასუხოდ საქართველომ რუსი სამხედროების შპიონაჟის ბრალდები დააპატიმრა. ასეთი რამ რუსებისათვის აქამდე არავის გაებედა. პუტინისათვის მიხეილ სააკაშვილი პიროვნულადაც მიუღებელ პერსონად იქცა. იყო ორი რამ. პირველი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი. და როგორც კარგად იცით, სააკაშვილი მიუღებელი იყო პრეზიდენტ პუტინისთვის. ანუ მათ არ მოსონდათ საქართველოს მოძრაობა დასავლეთისკენ და ამავე დროს არ მოსონდათ ის პრეზიდენტიც, რომელიც ამ მოძრაობის განმახორციელებელი იყო. ასე რომ ეს ორმაგი არ მოწონება იყო. 2007 წლის მანძილზე, სანამ რუსეთი საქართველოსთან გამოუცხადებელ ომს აწარმოებდა, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. ამის მიზეზი კი კოსოვოს მოსალოდნელი აღიარება და აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის ანტისარეკეტო სისტემის განლაგების პროგრამა გახდა. ანტისარეკეტო სისტემის დანერგვა ევროპის თავდაცვის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, თუმცა რუსები მიიჩნევდნენ, რომ მათ საზღვრებთან ასეთი შეიარაღება ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. კოსოვოს თემა კი მოსკოვისა საღამოსეთერი სპონსორია ტექნობუმი. კონდიციონერი ყველაზე დაბალ ფასად 499 ლარად მხოლოდ ტექნობუმში და გახდი გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებული. საღამოსეთერს წარმოგიდგენთ ლუტი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი გერმანული ცხოვრების გემო. საღამოსეთერს წარმოგიდგენთ ემარკულების დიდი გადაცვლა ამერიკან ექსპრესისგან. გემო გაუგე განახლებულ სასაჩუქრე კატალოგს და გამოიტანეს საუკეთესო ბრენდების ტექნიკა ნაკლებ ემარკულად. საღამოსეთერს წარმოგიდგენთ მარტიკომის იაფიროუმი. მოგზაური დეპოზიტის და ნომრის შეცვლის გარეშე. შემავალი 10, დამავალი ზარი 30 თეთრიდან. საღამოსეთერი სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. შინიზინეთ დასრულებული ბინა ქალაქის ცენტრში. ინგოროყვას 19 GDG. 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის 12-ის ნახევარზე
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. ყველაფერი არა მოცხინვალში არაც მოხდა. აი რა ვქნა. დღევანდელ ფილმში თქვენ ნახავთ რა არჩევანი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს 2008 წლის 7 აგვისტოს. მე მას სიტყვით ვუთხარი. თქვენ გაიგებთ როგორი იყო მსოფლიოს დიდი პოლიტიკა და რა ადგილი ეკავა იქ საქართველოს. როგორ მიმდინარეობდა მსოფლიოს ახალი გადანაწილება. თქვენ საერთოდ არ გწონიათ ევროპელებს? მას უნდა შეგრძნება რომ ჩვენ ვატყუებდით. თქვენ ნახავთ როგორ წნდებოდა მსოფლიო პოლიტიკურ კულუარებში საქართველოს ბედი. ეს იყო კოსოვო, ასევე ერაყი. და ვფიქრობ რუსეთს მიაჩნდათ რატო შეგვიძლია შეერთებულ შტატებს შეიჭრა სადაც უნდა. რუსეთს კი არა. დაწურებული თვალე მარტივად შეამჩნევდა რომ იქ უკვე ომის უკუთვლის მსგავსი რაღაც იყო დაწყებული. 2008 წლის 8 აგვისტო. პეკინი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ომის დაწყების შესახებ პეკინში შეიტყო, სადაც ის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა. საქართველო ამერიკის მოკავშირე იყო და თეთრი სახლი ამ ქვეყანას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ბუშისათვის საქართველოს უსაფრთხოება პრინციპულ საკითხს წარმოადგენდა. შეერთებული შტატები 2001 წლიდან იბრძოდა ავღანეთში. შეხვედრა იყო მაშინ პირდაპირ თქვა რომ კოსოვო იყო რუსეთისთვის ასე იგი დასავლეთის მხრიდან გაწმული სილა და რუსეთი მზად არის ამას უპასუხოს ადეკვატურად. ერთი ტერიტორიის მიერ სამხრეთ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რომელიც ცნეს მესამე სახელმწიფოებმა, რუსეთმა პასუხი საქართველოს უნდა აგებინოს. ეს პუტინმა უპასუხად ახეს იქნება. მე შევეცადეთ აგვახსნა, რომ თუ შენ ეხმარები სეპარატისტს ცხინვალში, ცხინვალიდან 70 კილომეტრში სეპარატისტს ვერ შეებრძოლები. და ამაზე ძალიან საგდებით გაიციდა და თქვა, რომ ჩრდილო კავკასიაში სეპარატიზმი აღარ არსებობს, არის რამდენიმე ბანდიტი, რომელსაც ჩვენ ძალიან ადვილად მოვუვლით და ესეც სპეციფიური ჟესტი გააკეთა მაგიდაზე, ესეც კიპოტი დაარტყა. ამიტომ მაგ არგუმენტს მოგავნებით, ჩვენ სეპარატიზმის არ გვეშინია. რუსეთ საქართველოს ურთიერთობების ცივილიზებულ კალაპოტში გადაყვანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩვენ ვარს ვიტყვით ჩვენ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზე. ეს ხო შეგიძლია. რაზეც პუტინმა უპასუხა, თქვენ არავინ არ გეკითხებათ. Территориальная целостность и независимость – это единственные красные линии для нас. А за этим можно обо всем договариваться. Ну, мы можем попробовать. Если амаш могут, то НАТО сукаширек, ხო? Რაზეც ნუ მინიშნება იყო რომ მოდის ყველაფერზე დაველაპარაკოთ, ოღონდ ამ ციტახას ნუ გადაგვათავ და ეს არის სააკაშვილის თავზე ნატოს უარსკო. აი ეს იყო კონსტიტუცია უწერებდიას რა თქონდა ეს შეიძლება მას ისე გაიგო რაც ნუ ჩვენ ვეუბნებით რომ კაი ნატოს უარსკო ამერიკელები რომ ამერიკელები თავაზობენ აგერები ჩვენ ტერიტორიას თქვენც აღიარეთ და დაველაპარაკოთ რა. რაზეც პასუხობს путин ეგ ჩაწერა. Мы не уполномочены решать вопрос обмена НАТО и вашей ориентации на вашей территории. Вас все равно втащат в НАТО, разместят на вашей территории ракеты, которые будут нацелены на Россию. Если это будет ходить, мы говорим, парламент замбер каргас. Я наперед сразу. Мы арпекаса принесли. Мы сейчас наперед все слушаем. მიხეილ სააკაშვილი მოსკოვიდან ძიმე შტაბის ტელეფონით წამოვიდა. თუმცა მან იცოდა, რომ საქართველო მარტო არ იყო. ვაშინგტონი ცდილობდა მოვლენებზე კონტროლი ხელიდან არ გაეშვა. საქართველოს მაგალითზე უნდა გარკვეულიყო, რამდენად შესწევდა ძალა დასავლეთს კვლავინდებურად განერწო დემოკრატიული მშვიდობა აღმოსავლეთში და იმავდროულად რუსეთთან სასიკეთო მრავალმხრივი პარტნიორობისათვის მიაღწია. მე ვიყავი ერთადერთი ოფიციალური პირი, დიპლომატი, ვინც ამ პერიოდში ნაჩვენებდა კონტაქტს ელჩთან გაეროში ბატონ ჩოკინთან. და ჩემს შეკითხვებზე ესეთი პასუხი გამცა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საპასუხოდ
კოსოვოს აღიარებთ, ჩვენ არ აღიარებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ დავიწყებთ მათთან კონტაქტების გარღვევას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეიძლება ვაღიაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იმ შემთხვევაში მოხდება თუ კი თქვენ დაიწყებთ ომს. რუსეთმა აფხაზეთის ეკონომიკური სანქციები ოფიციალურად მოუხსნა. 13 მარტს რუსეთის დუმამ განიხილა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თხოვნა ეწვა მათი დამოუკიდებლობა. 21 მარტს კი დუმამ მთავრობას მისცა რეკომენდაცია ეღიარებინა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. თუმცა თბილისის საპასუხო მოქმედებისათვის ემზადებოდა. აპრილის თვეში ბუქარესტში ნატოს სამიტი უნდა გამართულიყო, სადაც საქართველოსა და უკრაინისათვის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხი იხილებოდა. ამ პროგრამაში ჩართვა ნატოს წევრობამდე ერთი ნაბიჯის დარჩენას ნიშნავდა. ჯორჯ ბუშს მიაჩნდა, რომ საქართველო და უკრაინა დიდ რისკზე მიდიოდნენ, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი და ნატოს ადეკვატური უნდა ყოფილიყო მათ მიმართ. თავარი პოლიტიკური ჭირილი სწორედ ამ სამიტის ირგვლივ გაიმართა. უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ბუში იყო განწყობილი სამძღოლველად. ასეთაც გამოვიწყდება ბუქარესტის სამიტზე, როდესაც მიდიოდა იმ ვახშამზე. He was going into that evening at which the decisions were going to be taken. მე ვაპირებ გიჟვით ბრძოლას. შესაძლოა სპასი თქვა, ვიბრძოლებ შეშლილებით. თუ შესაძლოა სპასი თქვა, ვიბრძოლებ ჯოჯოხეთებით. იმისთვის რაც ჯერ არ მსწორია. სწორი ისა, რომ საქართველო მიიღოს ნატოში გაწევრიანების შანსი, როდესაც ის დააკმაყოფილებს მიღების კრიტერიუმებს. თუმცა ნატოში აზრები ორად იყო გაყოფილი. თუ ამერიკელებთან ერთად ბრიტანელები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ხართ უჭერდნენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციას, გერმანელები თავში გავებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს რუსეთს გააგზავნებდა. სამიტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილი თეთრ საფრთხეს მიიღო. სანამ შევიდოდი ბუშთან, დილას 8 საათზე ამერიკა კანცლერმა მერკელმა ბლერჰაუსში ეს რეზიდენცია ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალური სტუმრების ერთ საქმეო ხარეს დილის რუალ მისახმარი ყავს და ეხლა ეხა ვიცი რომ შედიხარ აცადე შეხვდა რაც რომ დაკვირდეს ბუშვა იცოდე რომ გერმანია არ დაუჭერს ხარს მაპს ბუქარესტში I got there all the way down. Потому что люди могут ходить, но да, Америка, дома, да, и это раз не их. Разец, больше он делает пару, комодио, макас, сейчас хоть не хотел так писать, макас не хотел меня. Больше пару, чем мушауpt, მიიღებთ აუცილებლად მაპს, აუცილებლად ნატოს წევრები და ყველაფერი მიზგებთ. ჯერ რომ ნატო იხერებს საქართველოს წევრობით. ჯერ რომ საქართველო იხერებს ნატოში ყოფნით. უთხარი პრეზიდენტს რომ ეს იქნება მესენჯერი, რომელსაც წავიღებთ ბუქარესტში. ასე რომ, მადლობა პრეზიდენტმა მადლობა მოხდენებისთვის. საქართველოს დელეგაცია დაიმედებული წამოვიდა ვაშინგტონიდან. და 2 აპრილს ბუქარესტში ნატოს სამიტი დაიწყო. ამერიკის, ბრიტანეთის, კანადისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანელები ისევ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსა და უკრაინისათვის სამოქმედო გეგმის მიცემას. საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლას სარკოზის ოჭოფული პოზიცია ეჭირა და ამბობდა, რომ თუ მერკელს დაეყოლიებდნენ, ისიც დათანხმდებოდა. გერმანია მოქმედებდა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის შიშიდან გამომდინარე. გაზპრომის შიშიდან და იქიდან გამომდინარე თუ რა გავლენა ჰქონდა გაზპრომის მონოპოლიას. და ბუნებრივია ექსპანსიას მთელს გერმანულ ინდუსტრიაზე. ასევე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილიდან გამომდინარე. ამას კი საფრთხე შეექმნებოდა. თუ რუსეთი გაბრაზდებოდა იმის გამო, რომ საქართველო ნატოს წევრი ხდებოდა. Asta სხვადასხვა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ქვეყნების ლიდერები მთელი ღამის განმავლობაში შეხვდნენ. ასეთი რამ ნატოს სამიტის ისტორიას არ ახსოვდა. ჩვენი ზოგადი არგუმენტი იყო, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული, უნდა ნატოს წევრობა
და არავის შეუძლია ნატოს წევრების გარდა ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადება. ეს იყო ძირითადი ფუნდამენტური არგუმენტი და კიდევ თუ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობის წარმართვას შორეულ პერსპექტივაში, რუსეთი უნდა მიაჩვენოს საზღვრებთან ნატოს წევრების ყოფნას და უნდა გაითავისოს ის უკეთესია, უფრო დაცულია, მისი სამეზობლო უფრო მეგობრულია თუ მისი მეზობლები ნატოს წევრები არიან. გერმანელები ამბობდნენ, რომ სამოქმედო გეგმის მიცემა ნაადრევია. ჯობს რუსეთი რომ არ გაღიზიანდეს, უფრო მოვლენამიჯებითია, რომ ამ ქვეყნებმა ნატოს შოამის სამსაძე პრეზიდენტებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს გადააბარეს საკითხი. შევიდენენ ძირითადად გადაწყვეტილების მისაღებად მე რამდენიმე საგარეო მინისტრთან მქონდა მესიჯებით მიმოწერა, იქიდან შიგნით დარბაზიდან მიგზავნდნენ მესიჯებს რა მდგომარეობა იყო და მე აქედან მეხმარებოდი მესიჯებს რომ თქვა რა არგუმენტები შეიძლება მოეყვანა დამატებით კიდე ჩვენასთან. საბოლოო შეთანხმებას დილის 8 საათზე მიაღწიეს. საქართველოს და უკრაინას სამხედრო გეგმას არ აძლევდნენ. თუმცა ჩანაწერი კეთდებოდა რეზოლუციაში, რომ ამ საკითხს დეკემბრის თვეში დაუბრუნდებოდნენ. ეს ფორმულირება საქართველოს მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შეხვედრის დროს აღმოაჩინა, რომ დიდმა ქვეყნებმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვებმა გამართეს შეხვედრა წინააღმდეგ. Night before. დავინახე, რომ ანგელა მერკელს ხელში აქვს რაღაც Angela Merkel has საკითხზე კენჭის დღის დაწყებამდე. and right before the vote has been გამოვართ მერკელის რეზოლუცია, picked up from რაც ნავაღია ვარი მოჩვენე ხნელა ამას საწიელი. I have to admit, I mean, ამდენჯერ მივედი resolution I პრეზიდენტ went ბუშთან, to the presiding officer რომელიც ნატოს გენერალური მდივანის გვერდზე იჯდა. next to the NATO president. და ვკითხე, And I NATO president-ო, say, Mr. President, ეს არის რაზეც შეთანხმდით და ამაზე უნდა მოყავთ კენჭი? it will be voted on მიპასუხა, რომ ეს არის საუკეთესო რაზეც მოხერხდა შეთანხმება. could agree about. უთხარი, რომ ეს შემთხვევა მოუღებელია. It's not good enough for me. სხდომა ისევ შეწყდა და შესაძლებლობა გამოცხადდა 1 საათი. ლიტვის, პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტები საკითხის დეკემბრისათვის გადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. პრეზიდენტე, იქ არის მელოდება. კარგი აუცილებლად. საქართველოს დელეგაციის წევრები დარბაზის გარეთ ცდილობდნენ გაიგოთ რა ხდებოდა დახურულ სამიზნეზე. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიუახლოვდა პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის და კითხა თუ რაში ხედავდა ის გამოსავალს. შემდეგ 4 ქვეყნის მეთაური წრეულად დაჯდა და დისკუსია ხელახლა დაიწყო. ჩვენ დაჟინებით ვცდილობდით მიზნის მიღწევას. გვინდოდა რომ ყველა სიტყვა შეგვეცვალა. Trying to readdress and გადაგვეწერა ისე, reward in the resolution რომ მოგვიახლოვებინა ნატოში მოწვევის თარიღი. of those countries. Yeah. საბოლოოდ ვიქნებ შემძლებით. მისაღები ტექსტის მოძებნა და Acceptable text which შეხვედრაც and შეხვედრაც გაგრძელდა. ევრუნდებოდი დარბაზში და გზად ვუხარი მერკელს უყვარ რომ ასეთი აჟიოტაჟი შეუქმენი. მან მითხრა არა უშავს მესმის თქვენი პოზიციის თქვენი ინიციატივის პრინციპებს ჩვენ უფრო პრაქტიკულები ვიყავით. ფიქრობდით უკეთესი იქნებოდა შემდეგ შეხვედრაზე გადაგვეცდა. თქვენ კი იმისთვის იბრძოდით რომ ეს მოხდარიყო აქ ბუქარესტში. საბოლოო ვერსიით რეზოლუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ნატოს წევრები. თუმცა თარიღი რა თქმა უნდა დათმული არ იყო. გერმანია არ იყო თანახმად. არც ევროპის სხვა ქვეყნები. ამერიკელები სარიგნენ ესეთი მიწევნის სუსტები. როდესაც გინდა გახდე ნატოს ახალი წევრი, უნდა აკმაყოფილებდე ორ კრიტერიუმს. პირველი, ალიანსს უნდა მოუტანო მეტი დაცულობა. მეორე, არ უნდა მოუტანო პოტენციური პრობლემები.
ასე რომ საქართველოს მსგავს ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა სასაზღვრო პრობლემები ორ რესპუბლიკასთან, რომელსაც არ აღიარებდნენ ან აღიარებდნენ ერთი და არ აღიარებდნენ მეორენი, დაცულობაზე მეტად ამას ალიანსისთვის მოქონდა დაუცველობა. ბუქარესტის სამიტი გადამწყვეტი და რაც სამიტის შემდეგ იყო ისიც გადამწყვეტი იყო. მაგალითად, სამიტზე როცა ბუშმა მითხრა, რომ კარგი ჩანაწერია საბოლოო ჯამში და პრინციპში ეს იყო და გადიდე იმდაბარა იმუშავე რაღაც კომენტარი მიცავ თქვა. და ეხა ფორელი ყველას უთხრა რომ მაინც წარმატება არის. იქნებ შენ დახვიდე და თქვა რომ მე აუცილებლად გავიქრო, მაგრამ შენ ჩახვალ აქეთ სოჩაში. Sochi mioda da Italia si faccia più Sochi mioda per molti da stare. Dalej prespoprez tugafa ის სვას უყურებ მარცხნივ ხელგაიშვიდა და პირველ აიქა აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია ერთად. ну ეს პროგრამა დაალყოფნა ნაკროში იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ვიცი, ну პუტინი იყო ძალიან აგრესიული ამ შეხვედრას. Putin იყო რთულ მდგომარეობაში. მას უნდა შეგრძნება რომ ჩვენ ვატყუებდით that ფიქრობთ დაუპირდეთ რომ ნატო პოლონეთის და ჩეხეთის საზღვრებს მიღმა არ გაფართოვდებოდა. Poland, Hungary and Czech Republic ანუ ეს პროცესი არ შეეხებოდა იმ ქვეყნებს რომლებიც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ. The past partners of the ნატოს გადაწყვეტილებაზე რუსეთის რეაქცია იმავე საღამოს გახდა ცნობილი, როდესაც პუტინი ბუქარესტში ნატო-რუსეთის საბჭოს სახელმწიფოზე ჩამოვიდა. პუტინის ხეფერთან შეხვედრაზე დაგვიანებით მივიდა. თუმცა იმავე დღეს ხელი მოეწერა რუსეთსა და ნატოს შორის შეთანხმებას, რითაც რუსეთის გავლით შესაძლებელი ხდებოდა ავღანეთში ნატოს თვითების გადაზიდვა. ვლადიმერ პუტინმა საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვი კმაყოფილია უკრაინისა და საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ხელს არ მოაწერდა ამ პროცესებს. პრესკონფერენციაზე კი ღიად განაცხადა. ჩვენი საზღვრთან ძლავრის სამხედროების გამოჩენა, რომლის ზემოქმედებას რეგულირდება მათ შორის ვაშინგტონის ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი აქ მიიქნება როგორც ეროვნული სამართლების შექმნილი პირდაპირ საფრთხე. განსაკუთრებით მის შესახებ რომ ეს არა მიმართული რუსეთის წინააღმდეგ ვერ დაგვაკმაყოფილებს. ფიქრობ ეს იყო უდიდესი შეცდომა ნატოს მხრიდან. თუმცა გადაჭრილების შესაძლებელია შესაძლოა თქვა. საქართველოს ნატოში რომ ყოფილიყო, რუსეთი არასდროს გადაწყვეტების ტერიტორიაზე შეჭრას. ზოგიერთი ევროპელი ლიდერების სიმხდალემ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერების ჯგუფობამ ომი გახადა შესაძლებელი. პუტინმა მიიღო კოშმარული სიგნალი და ჩვენ არ ვიღებთ არაფერი. პრობლემა საქართველო და უკრაინა. საქართველოს მოინერვდა რუსეთი და უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. რუსეთის მიერ იყო ახმული როგორც დაპირება რომ შეიძლება ამის გადავახდეთ. ამიტომ ის გეგმა რომელიც მათ ჰქონდათ უკვე ჭადრაკის პარტიასავე შედგენილი ყოველი სვლა გათვლილი მოქმედებული და უკან სამხედრო ძალით გამაგრებული ეს ამოქმედდა ამ ფორმულირების გამოცხადებისთან. საქართველოს საკითხი 2008 წლის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო ნატოს დღის წესრიგში. სწორედ 2008 წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო ყვანძი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტიდან 10 დღეში, 16 აპრილს, პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა აფხაზეთის დახმარებოდა. 16 აპრილის ეგრეთ წოდებული დადგენილება ფაქტი, რომელიც ფაქტიურად აღიარებაა. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ თარიღს რომ გითხავთ ამას სამშობლოებაც აქვს სამთავრობო მარკეტით არის რუსეთის ოლქში მომადგა მოვიდა ჩემთან აპრილში და თქო კომპეტენციალურ შეხვედრა რაც უნდა გავაკეთოთ და მან მოცულობა რომ მოსკოვიდან თხოვეს რომ მას ჩემთვის გადამოიცა რომ საქართველოს ყველა საკითხი გადასულია გენერალური შტაბის კომპეტენციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირ საკითხი რუსეთმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდა აფხაზეთში და ეწევა რეგიონის მილიტარიზაცია.
20 აპრილს რუსულმა საფრთხეებმა აფხაზეთში ჩამოვარდა ქართველების უპილოტო ზვერების საფრთხე აპარატი. მოსკოვს ასრულებდა მსოფლიოს დაენახა და საკეთებდა იგი იმ რეგიონში, სადაც სამხედრო კონტინგენტს უკანონოდ სწავლობდა. აპრილშივე, რადგან მითხრება ძალიან დაეწება, ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეპმა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად აცნობა, რომ შტატები კონკრეტულ რეგიონებში საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების წინააღმდეგია. რუსეთის შეერაგებულმა ძალებმა დაისხეს კირილის აღდგენა ენგურის ხიდისაკენ. უდაუთის სამხედრო ბაზაზე საიდუმლოდ განათავსეს ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი. Давайте объясните, какой груз? И было ли это согласовано с სააკაშვილი ხედავდა, რომ აფხაზეთში საქართველოს შანსები პრაქტიკულად უახლოვდებოდა. მოხდა შედეგება ქართულ და რუს სპეცსაზღვრებს შორის. 2000 წელს დაპყრობილი თვალები მარტივად აღმოაჩნდა, რომ იგი რაღაც მომამდე უთვლის მსგავსი. როგორც ჩვენს მიერ მომზადებული ანგარიშის ისტორიული ნაწილის ავტორმა უე ჰალბახმა დაწერა. ომის დაწყებას თითქმის აღარაფერი არ აწევდა. Передайте вашему генералу господину Чабану, что объявляю его нежелательной персоной в Грузии в ближайшие дни он будет покинуть территорию Грузии. Я вам сообщаю, что Сухуми это такая же Грузия, как Амурхури, как Субтитры, как Тбилиси. საქართველოს რუსეთის ურთიერთობებში ჩვენ ათხედავდით იმის მაგალითად რომ მდგომარეობის დამშვიდების მცდელობები ყოფილიყო ადგილი ჰქონდა ერთგვარ პინგ-პონგს რიტორიკაში აპისტემებრულ რიტორიკაში რომელმაც შეუწყო ხელი მდგომარეობის ესკალაციას არა პროგნოზირებადი პრეზიდენტი ძლიერი ეროვნება ზოგჯერ არც თუ კეთილგონიერი არ მინდა დავადანაშაულო მაგრამ მინდა თქვა რომ შეგვიძლია რაღაცების სხვაგვარად გაკეთება მას ძალიან უყვარდა ფაქტები და უყვარდა გადაწყვეტილებების მიღება ფაქტებიდან გამომდინარე თუმცა სადაც საჭიროა იყო რომ მასშტაბური იმ საკითხებთან მიმართებაში რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო თანამეგობრობასთან მაშინ როდესაც სხვებმა უნდა მოხდეს ის რაც გინდა არ უნდა ეცადო მათ დავალდებულებას რადგან ადამიანებს არ უყვართ როდესაც ზეწოლას განიცდიან და პრეზიდენტი ამას ნაკლებად ცდილობდა Летосовское газопутица. Русский президент Чечен Путиnis პროტეჟე დიმიტრი მედვედევი. Путини პრემიერ-მინისტრი. რეალური საქმეები ისე ყოფილი პრეზიდენტს ეკავა. თუმცა თბილისში ინვესტის დაფასკანი მაინც გაჩნდა. მედვედევთან მოეწედა საერთო შეხედვების ცენტრები. რუსეთის საქართველოს კიდურს საზაზმო ურთიერთობა. როგორ მოეწედა ექსიმის საქართველოს დელეგაცია პედაგოგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამდებობის სამეზე გაემგზავრა, სადაც დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ სააკაშვილის შორის შეხვედრა უნდა შეადგარებოდა. რატომ ვიცით მედვედევი იყო სულარაობა, მაგრამ მეორე მხრივ ფიქრობთ, რომ რუსეთის ისტორიაში ყოფილა შეფორმა ხრუშჩოვი იყო ძალიან სუსტი და მეორე უცებ რაღაცა გახდა პრეზიდენტი იყო ძალიან სუსტი, რაღაცა გახდა. და ხოლმე შესაძლებლობა ხოლმე და ფიქრობ, რომ მაგრამ შეიძლება უცებ გამოიჩინოს და თავის პატრონი აღებდა. Вилапарес экономикურ განვითარებაზე, ინფლაციაზე, იმაზე რამდენი ჩაიდება ჩვენი საქართველოს როგორც რუსეთის თავი ეკონომიკური პრობლემები გადალახვაში, ანუ მშევრობის გადალახვაში, განვითარებაში, ახალი ტექნოლოგიების აკეთებაში, შემდეგ სანამ თვითონ მედვედევი ვერ მოიწვია და დაიწყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საუბარი. Așa საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენ ვიყავით სამი ვიყავით როქამ მემედო მოხლეზე თხოვა ის უკვე დაშალა
ჩაუყარა ლექცია იმაზე, რა წარმოადგენს ფეოდალური აფხაზეთი, რა წარმოადგენს ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთი, რა არის მოსახლეობა, სადარიანი სიგანლაგებული, სადაც რუსული სამხედრო ბაზები, რამდენი ადამიანი იქნება განდიოლი რუსული ჯარის მიერ სეპარატისტული ბანდფორმირების გამოყენებით ამ ტერიტორიიდან და ასე შემდეგ. ეს პირველი კონტაქტი. ამას სიტყვის მეთოდური რომ როგორც რუსეთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აქვს ურთიერთობების არაერთი პერსონალური შეფასებები რაღაც ემოციები, რომელიც ადამიანებს შორის ყოველთვის შედება. ზადვარ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევეცადოთ პრობლემის შეგდობიანი საშუალებები უგვარებას. ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობები დაგებული არ არის. იმის მიუხედავად კი, რომ მდგომარეობა ძალიან რთული იყო. მესმის ზადვარ მდგომარეობის შესაძლებლობები უგვარებისთვის თქვენი დიდი იმედი ძალიან მინდა ამის მიუხედავად. კათოლიკური დელეგაცია რუსეთიდან ოპტიმისტური განწყობით წამოვიდა. შეთანხმების სამეფო ქართული პრობლემების ამზადებინად მრავალმხრივი წინადადებათა პაკეტი, რომლის გადაწყვეტაზეც ორი ქვეყნის დიპლომატები დაიწყებდნენ მუშაობას. საბოლოოდ კი დაახლოებით ერთ თვეში სააკაშვილის მედრედები უკვე კონკრეტული საკითხების გადაწყვეტილად შეხვდებოდნენ ერთმანეთს. არაჩვეულებრივი განწყობილი გამოვიდა იქიდან, იმიტომ რომ კიდევ რაღაცა შემოვალაპარაკეთ. პირველი ის რომ სრულსასწავლელი შეხვედრა იქნებოდა აბუშე შეხვედრა ასტანაში, მეორე ის რომ თქვენ მონამორჩილს მოსკოვში და ჩაეტანა იმ იდეების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენი თვალსაზრისით ხელში უწყობდა საქართველოს რუსეთის ურთიერთობების შეხედვიდან გამოყენებას. რა შეიძლება რუსეთის შეხედვებინათ, რომელიც ამ დაძაბულ სიტუაციას გამოხატა. 21 ივლისის მოსკოვში ხელი ჩაიტანეს საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც თბილისის მიერ აფხაზეთში კონფლიქტის მოსაზრების შეხვედრას წარმოადგენდა. საქართველოს თავმჯდომარე რუსეთს სამხედრო ძალების გადაყვანას დინარე ერგურიდან დინარე კოტორამდე. ამ ტერიტორიაზე შეიქმნებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა ქართულ-აფხაზური შეშლილი ადმინისტრაციით. აღდგებოდა რკინიგზის ხაზი მოსკოვი-თბილისი-ერევანი. გაიხსნებოდა სოხუმის პორტი. პროექტის მიხედვით რუსული ფინანსური ინტერესები მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული. თბილისი პრაქტიკულად აფხაზეთის დროებით გაყოფასთან ხდებოდა. რუსეთს მოუგებთ თქვენ ინტერესებს ვაკავებთ ამ შეჯავრებულ გავხსნათ, გავხსნათ თქვენ დაგიკანონებს სანატორიუმს რომელიც გინდათ რომელიცაც მათი იყო ადრესა საბჭოებში რუსს, მაგრამ აღარაგენ რომ ჯუდაში და სამაგრო ჩვენ პრაქტიკულად აფხაზეთის ნახევარზე რომელიც ადგილობრივ დამუშავებულია de facto აღოდეს კონკურსს მოდი იმის ჩვენ მოაწყობა ვაპირა ჩვენ ნახევარსაც ამ ეტაპზე ამით ვიპარგლებთ ასკრიპტი მეორე მესამედს გამოვხდეს უბრალოდ წერტილი გამოვხდეს კომერსანტი თან ეცერცერს კომპეტენციალია და მე მოგწერა პასუხი ცერემონია კეთეთ პირველად ჩაწერა ამ ეტაპზე პოლემიკის დაბურებას ლაბარაკია ძალიან ნადრევი დასავლეთში გაკეთებდნენ რომ საქართველოს მოსახლეობის კონფლიქტი ევროპის უსაფრთხოების სისტემას არაეფექტურად აღწევდა და რეგიონალურ გეოპოლიტიკას მთლიანად შეცვლილა და ამიტომ მოლაპარაკებებში სპეციალურად შემოვიდა ევროკავშირი. თბილისში ხავიარ სოლანა ჩამოვიდა, რომელიც შეეცადა აფხაზეთთან ეკონომიკური პროექტების დაწყებით ვითარება გაენეიტრალებინა. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა შესაძლებლობებზე. მაგრამ ერთ-ერთი გარკვეული სქემა შემოშალება. აფხაზეთთან ვაჭრობის დაწყების კუთხით. საიმისოდ რომ დაგონჩებინა ვითარება. აფხაზეთს მაშინ ევროკავშირთან ვაჭრობის თვალსაზრისით პრობლემები. ისეთი მექანიზმის შემოშალებას ვიძებდით, რომელსაც დათანხმდებოდა საქართველო. მომდევნო დღეს გაეროს მოქმედება გაგზავნა აფხაზეთში შეხვდა მთავრობას და პრეზიდენტს. კოკალანში. ვერ ვიტყვი რომ იქიდან წამოვედი. ოპტიმისტური განწყობით. მაგრამ გარკვეული პრაგმატული ოპტიმიზმის შეგრძნება მქონდა. მოლაპარაკებებში შემდეგ გერმანია ჩაერთო. ბერლინის ჩინურ-კავშირი ჰქონდა მოსკოვთან და იგი უფრო ეფექტურ მედიატორად გამოდიოდა მოსკოვსა და თბილისის შორის.
და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა თბილისში სამხედრო პროექტი ჩამოიტანა. ანუ თბილისში სტაინმაიერი ჩამოვიდა, ჩვენთან შეხვედრები იყო საკმაოდ კონსტრუქციული, უნებრივია ჩვენი მიწოდეთ ინფორმაცია პრეზიდენტმა მათ შორის იმ ვითარებასთან მიმართებაში რაც იმ დროისთვის იყო. შემდეგ აფხაზეთის შტაინმაიერს ერთადერთ გამოსავლად ახალი სამხედრო გეგმის შემუშავებაზე რუსეთის დაპოლება და ჩართვა მიაჩნდა. მოსკოვი თბილისისგან ითხოვდა, რომ ძალის არ გამოყენებაზე შეთანხმება აფხაზეთთან და ოსეთთან დაედო. საქართველოს უნდა რომ ძალის გამოყენებაზე უარს ეთხოვდა, ოღონდ ეს შეთანხმება ინტერნაციონალური სამხედრო პროცესის ნაწილი ყოფილიყო და რუსეთი არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი მოთამაშე კონფლიქტების პროცესში. საჭირო იყო ახალი სამხედრო ფორმატების შემოღება, რომლებიც რეალური დეესკალაციის შესაძლებლობას მოხსენდა და მათ შორის ისეთი პროცესის წარმართვის ან კონფლიქტის დეესკალაციის არამედ მოგვარების შესაძლებლობა შექმნიდა. რომლის შემადგენელი უბრალოდ უნდა ყოფილიყო თუნდაც თანამდებობრივი არაერთგვარად, მაგრამ საფრთხო თესეული დამოკიდება ორივე რეგიონიდან იძულებებით გამოდებული 100,000 ადამიანი. როდის გიზიდამის ვიზა ისევ აკეთებს ეს შემოგვიყვება საქართველოს პრეზიდენტმა გერმანულ მინისტრს ბათუმში შემოსვლა. ვივარ ხაჭავ და მოსამართლე ჩვენი მინისტრი კომისიის ეკონომიკაში უთხრა რომ ბატონო მინისტრი დავახმარებთ ახალი სამშობლო ფორმატის მიღებაში. ახალი სამშობლო ფორმატი დაჯერდა. მალე ბიჭებო აქნება ეკონომია. ჩვენ გავგავში. ეხლა რუსებს გააგრძელებენ პროვოკაციებს თქვენ რაღაც მომენტში შეიძლება იქნება პროვოკაციებზე პასუხისმგებლობა თქვენ ალბათ სამშობლო სტატუსის გაუქმება მოგიწევთ ჯარებსო არის ეს ნაწავლება მერქი ახლა ხონდე გეჭირებანი გააძლიერებენ თავის პროცესებზე მის შემდეგაც სულ რომ მეთავდასხმები იქნება რაღაც მომენტში იძულებული იქნება საპასუხო გაუხსნათ მის შემდეგაც ისინიო ერთად კავშირი შეიძლება უფრო გაგაცავთ. 6 ივნისში მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაემგზავრა, სადაც იმედი მედვედევს ეცელებდნენ. საქართველოს პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ რუსკოლეგასთან შეხვედრას მოახერხებდა და ამერიკამ მოსავალს მოძებნებდნენ. თუმცა მედვედევი სააკაშვილს არ შეხვდა. Asta karga takipçi karga gurboda. Karga çeşme. Tütün de falan sakası mikrofonda gavurboda. Gayet tamam. Hayır, saçını muhtemelen ძალიან სულად წავასაკო. წამოსო ბოლოს რომ 4 ხეში რომ მომწმე. მე სიმპონია ჩემი ვეხება და დავსაჯოთ, მაგრამ პირველი კარგი შეხვედრის შემდეგ და მაშინ ახლა კონსულტაცია და კონტაქტების დაიბარა პუტინმა, აუხსნა ზუსტად გეგმები ქონდა, რა გრაფიკი ქონდა და ამის შეშენება გაიწება. ასტანის შემდეგ უკვე გასაგები გახდა. რომ ინტერესის გამოხდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მოსკოვში გადაწყვეტილებული ჰქონდათ. ახლა თბილისის თავი დილემა იყო, როგორ აეცილებინა მოსავალებელი კონფლიქტი. არ მიესალმებთ საქართველოს ევროპას ნატოში. თქვენი მისასებების მიუხედავად. არა იმიტომ რომ საქართველოს სამშობლო არა. ნებისმიერ ქვეყანას სამშობლო, სასწავლისი ადგილი ამერიკის სამხედრო პოლიტიკურ альянсу, интеграционному объединению. მაგრამ ჩვენ არა თქვენი არამედ ჩვენი პოზიციიდან გამოდივართ. ის მომავალ შემთხვევაში საერთაშორისო თქვენი გაქვთ. თუ რუსეთის მახლობლად შეგახსენებთ რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. უდიდესი ნირტული არსენალი. და შეგვიძლია მიზნდება. იქნება სახელმწიფო, რომელიც სამხედრო პოლიტიკური ალიანსის წევრია. военно-политического альянса. რომლის ბირთვული რაკეტები დამისნებულია რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე. ჩვენ ნატოს სამშობლოა, მაგრამ ფაქტი რჩება. 9 ივლისს თბილისში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. მისი მიზანი იყო საქართველოს დათანხმება იმ სამხედრო გეგმას, რომელიც წარმოადგენდა ევროკავშირმა და კონკრეტულად შტაინმაიერმა. არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით უპასუხოთ.
ეს წითელი ხაზები ქართველების დასახლებული სოფლების უსაფრთხოებაზე გადის. უთხრას სააკაშვილმა რაის. თუმცა საბოლოო ჯამში კონდოლიზა რაისმა საშუალო გეგმაზე თბილისის გახდება მიიღო. მისი აღქმა იყო ის, რომ რუსეთი ამას საბოლოო ჯამში მაინც არიზამს, რუსეთი ძალას გვაჩვენებს და გვაშინებს, თითქოს ამას იზამს, მოახდინოს ვითარებაზე რეაგირება იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ შეგაშინოთ, გაგზავნოთ, განმოხდოთ, რომ თქვენ გადადგათ რაღაც ნაბიჯი, რომელიც იქნება შეცდომა და რუსეთისთვის მაინც ეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა არის თითქოს წარმოუდგენელი. და ამის აღქმა საბოლოო ჯამში მეგონი მაინც არ ჰქონდა, რომ რუსეთს შეეძლო ამის გაკეთება და შეეძლო მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება. ძალადობა უნდა დასრულდეს, ვინც არ უნდა ახორციელებდეს მას. მე საუბრობ პრეზიდენტის საუბრისას, ძალადობის ადგილი არ უნდა ჰქონდეს. უდანაშაულო ხალხი იღუპება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამორიცხოს ძალადობა. მეთოდურად 2008 წლის გაზაფხულზე რუსეთი აღვივებდა დაძაბულობას და ცდილობდა საქართველოს გადახვას. ამერიკად ჩემი საუბრები ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან რუსეთში, კრემლში, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეინიშნეს. თქვენ ბატონო მეუბნებით, რომ აზრზე მოიყვანო ქართველები და დავამშვიდო. ჩვენ გაგვიდებით და ვხედავთ, რომ თქვენ ცდილობთ დაძაბულობის გაზრდას, ქართველების ხალხში გაბმას. როდესაც მათ აღარ არჩევანი, ან ჩაერთონ სამხედრო დაბესპირებაში რუსეთთან, რომელიც არ რუსულს, ან დანებდნენ თქვენზე წოლას. რომელიც სამხრეთ რუსეთის და აფხაზეთის მიწების მცდელობას. და თუ ეს არა, მინიმუმ იქ მდგომარეობის დისკაზაციის მიზეზს. ამერიკას მოგვიგზა, რომ ჩავახშოთ დაძაბულობას. კონდოლიზა რაისის ჩამოსვლის დღეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავება დემონსტრაციულად დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცეზე და ეს ოფიციალურად დაადასტურეს გაზეთზეც. ასეთი პრეცედენტი აქამდე არასოდეს ყოფილა. მოსკოვში ოფიციალურად თანხმობა გამოქვეყნეს სამშობლო გეგმაში ჩამწვაზე. თუმცა კრემლში სხვა სცენარი იყო დამტკიცებული. საბოლოოდ 2008 წლის ივნისში დაურეგებმა მეთანხმების შეჩერების უთხარი. საქართველოს, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და ბარიბარების ჯგუფი უნდა შეეკრიბოს იმ გაზმაშელობის, რომელიც დაძაბულობის დეესკალაციის შემოშავეთ. პასუხისმგებელი ჩვენგეთოს ქოიტანიდან იყო. ყველა შეგვიძლებაში და ინგრიშები საქართველოს ყველა შეგვიძლებაში იქნება მომდევნო განმავლობაში. ამეტად ჩემს ხაზი გახდა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს ვეღარაფერს გააკეთებდა მოსკოვიდან წამოსული ომის შესაძლებლად. ქართული შეერთებული ძალები ინტენსიურ ჯგუფებს გადიოდნენ, თუმცა არიალეპოს მხოლოდ შუა ეტაპზე იყო. ეს უკვე აღარ იყო 90-იანი წლების ის ქართული ჯარი, რომელიც რუსეთის სტრუქტურების დახმარებით დაქირავებულმა ჩრდილო კავკასიელებმა და კაზაკურ ხალისეებმა დაამარცხეს სამხედროში. მათი გამგებლობა ადვილად შეეძლოთ, თუმცა რუსულ არმიასთან ომი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უზარმაზარია, ეს რატომ უნდა შეუძლებელი იქნებოდა. ცხინვალში შემდგარი ვითარება უბრალოდ კალაშნიკოვის ცოლას აღარ გავდა. აქ აგვისტოს პირველი რესპონსად წარმოადგენდა. სამხრეთ ოსეთში ქართველების დაბომბვა დაიწყეს. არტილერია უტევდა მშვიდობიანობას სახსრებას და ქართული სამხედრო ძალების საკუშავებას. ფრონტის ხეობაში სოფლები ავნევიდან ნული ალპაში მოაქციეს. რუსეთის სამხედრო ძალების სასწავლო მარატულ ახმეტოვმა ქართულ კოლეგას უთხრა, რომ მას არ შეეძლო ცხინვალის ხელისუფლების გამოკვლევა. პოლაპარიკებები გამოკვლევის შეფუთაკოსტას. რუსეთმა განაცხადა, რომ აგრეთვე პერიოდი იყო და მაგრეთ ჩავიდა თერლინში მოლაპარაკებებზე. 5 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში აგრეთვე დიპლომატები ჩაიყვანა კონფლიქტის ზონაში. თუმცა ცხინვალმა შეშობაზე უარი განაცხადა. მონიტორინგის გადაადო
ისრაელის ასამილიმეტრიანი ტანკი S19 ტანკი T-55 იყო. ადრე თუ გასაფრთხილე ხდებოდა დიპლომატიური ჩარევით, ასევე თქვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით ხდებოდა ამ ესკალაციის განმუხტვა. ამ შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე აგვისტომდე ყველანაირი ჩარევით ხდებოდა რომ ეს ესკალაცია მოხდა უკვე თითქმის უსარგებლოა. რუსეთის ორგანიზებულად დაიწყეს კალებისა და ბავშვების გაყვანა. რუსული არქივი აცხადებდნენ, რომ თბილისის დღეზე დაესწროს დღეს ჩვენ ავტობუსებით ჯალავდებით, შოქრთან ერთად შვიდასამე ბავშვს ვაგზავნით. შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვა ავტობუსები, რომლებითაც ვლადიკავკაზში გაგზავნებიან. ქართული კონტრდაზვერვა საქართველოს იძლეოდა. პარული მოსმენებით ირკვეოდა, რომ როგის გვირაბის გავლით რუსეთიდან შეიარაღებული ნაწილები შემოდიოდნენ. ჩვენ აგვისტოს გასცემისას კიდევ დაბობეს ქართული სამწუხაროების საგუშაგო, რასაც უკვე მსხვერპლი მოხდა. საფასთან დაკავშირებით ჩავოყენეთ ზონაში სარდალის აკუსტიკში იმავე დღეს აფხაზეთის გამოსაცხადო პრეზიდენტი ბაგაბაშმა ცხინვალში ყველაფერი წესია და იქ 40 არტილერიის ნაწილები განა. მესაუბრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს სამგომარეობა მეტნაკლებად დასტაბილურდა. იქ შევიდა ჩრდილო კავკასიური ოლქის ბაზარატალიონი. ჩვენი ძალები მოგვიყვანოთ საბრძოლო მარევაში. სარიზიდან მოდიოდა კოლონა, სადაც ექვსი მანქანის შემადგენლობით მარზე იყო სტანგანები. მომახსენა მიქოზის სასამუშავომ. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შიშობდა, რომ ოსი და ჩრდილო კავკასიის მოხალისეების ხელით რუსეთი ქართული სოფლების განადგურებას აპირებდა. ავნევისა და მოლისმის მსგავსად, ალყაში იყო მოქცეული დიდი ლიახვის ხეობის სოფლების. 7 აგვისტოს გამწევისას საქართველოს შეერაღებულ ძალებში კავკასი გამოცხადდა. თბილისის განაცხადა სამხედრო ნაწილები ცხინვალთან მიეწია. 7 აგვისტოსვე ცხინვალში უხელესად ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. ყურახმეთოვანმა მასაც უთხრა, რომ არ შეეძლო ოსი მეურნეობის განკონტროლება და ურჩია ქართულ მხარეს სამხედრო შეეწყვეტა ცეცხლი. ფილმში სიტუაცია საკმაოდ ძლიერი შესაძლოა ქუშაშხერდას და სარიელია პროფესორმა მაინც არის უბრალოდ გამოდოსტას და არანორმალური რომანობა ჩვენ ნახოთ ყველა საშუალება რომ ესკალაცია შეწყდეს და ნორმალურად ცხოვროს ყველა მხარეს და საქართველოს პრობლემა ესკალაცია. ცხინვალში უნდა ჩასულიყო რუსეთის საგარეო სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იური პოპოვიც. თუმცა მან იაკობაშვილს უთხრა, რომ თბილისიდან ვერ მოდიოდა, რადგან მანქანაზე საბურავი დაეშვა. შუადღის პრეზიდენტი სააკაშვილის გულში ჩავიდა და დაჭრილი ჯარის განსაკუთრებით მოინახა. შემდეგ კი ცეცხლსავე შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. არც ჩვენი კონტროლის კოსმოსმა პოლიციურმა და შენაერთმა არ გახდა საფუძველი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაძლებლობა. თუმცა ამის შეჩერების ყოველგვარი ცდელობა უკვე აზრს მოხმებული. არ არის მომწიფებული დრო. ამას დავუდგენ ნატოს გენერალურ დივანს და მოუყევი სიტუაცია. საერთოდ საქმეში ვიცი და ყველასო რეკავდი მოკლედ. სადაც პერმერკა დაკავშირება და თვითონ უყურებლებს დაარიგებს. დაურიგე შვედეთის საგარეო მინისტრის ჩომოგოს კალბებს და დაურიგე რა ხდება. ჩემი არ ვიცი. სიტუაცია ძალიან უჩვეულო იყო, ხო? ასე რომ კი, შეიძლება ხონდა ვერ მართლა. ამე მოგაშფოთს პრაქტიკულად ვერ დავუკავშირებთ ყველა შუბლებაში ასე.
უშიშროების საბჭოზე, რომელიც წერობაში გაიმართა. პრეზიდენტის გუნდს ასეთი ხედვა ჩამოყალიბდა. ქართულ სოფლებზე დაწეული შეტევები აღარ შეჩერდება. რასაც მოყვება იქაური ქართველების გამოძევება და მკვლელობები. შემდეგ რუსეთი ერთგვარად მხოლოდ ადგილობრივმა ოსმალოელებმა მოაწყვეს. ბოლოს შევიკრიბეთ და აი ხანი ვიძახთ, ყველაფერი არა უცხოში არაც მოხდა, აი რა უკრა. რაღაცა ჩოგენა გუკლო. აი საერთოდ ეს მებოდა შევიკრიბეთ გორშიჩი, უბრალოდ დავძრათ ბრიგადები რა უკრა. სულები სამოს ხელმოწერთან თავი მოიღო თავდაცვის სამინისტროს 7000 მეთორმეტეულმა. აზზე მეტმანქანა და ჯავშანმანქანა. 50 საათი დარმოდა საერთაშორისო საშუალება. თავდაცვის სამინისტროს განყოფილებაში იყო გამონაბანებელი ფერმერების სულ 25 ეს კატეგორია და ფერმერები. თავდაცვის სამინისტროს განყოფილებაში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებათა დაყოფი 1200 მეომრით. ისინი ქალაქის უსაფრთხოებისა და საქმიანობისთვის სპეციალურად იყო მომზადებულები. დასავლეთ საქართველოში ბაზაზე ჩარჩენაგის მეორე ბრიგადა და პოლიციის სპეცდანიშნულების საზღვრების ხეობაში. ვიყავით რეაგირების რეჟიმში, პირველი ამოცანა ჩვენთვის იყო, რომ ის სასწავლებელი, რომელიც აქტიურად ამუშავებდნენ პოლიციას და ქართულ სოფლებს, მშვიდობიან მოსახლეობით და დასახლებით ქართულ სოფლებს, მათი ჩახშობა უნდა მოხდეს, ის იყო პირველი ამოცანა. ყველა აი ესეთი საპასუხო სამხედრო მოქმედების პარალელურად განიხილებოდა საერთაშორისო ჩართულობის გააქტიურება, რასაც წერტილი დაისვა საომარი მოქმედებისთვის. მარცხენა ფლანგზე მოქმედება ევალებოდა მეოთხე ბრიგადას, რომელსაც უნდა დაეთავისუფლებინა ალყაში მოქცეული ქართული სოფლები აბნევი და მინურული. შემდეგ გაეგებინა სოფელი ხეთაგუროვო და გადაეკეტა ძალის გზა. მარჯვენა ფლანგი მესამე ბრიგადის არეალი. მას უნდა აეღო ფრისის მაღლობები, სოფელი დმენისი და თავარია დლიაყანის სტრატეგიული სიმაღლე. შედეგად ცხინვალი ალყაში მოქცეოდა და იქ ძინავდება, ყოველგვარ აზრს დაკარგავდა. დლიაყანი და ქართულთა სასულიერო ჯვრები როკის გზაზე მომოწინააღმდეგეს უპრობლემოდ განადგურებდა. ბოლოს კი ცენტრალურ ცხინვალის განადგურებაზე პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილები და გორის ჯავშანსა და კომანდანტები მოქმედებდა. სამხრეთ ოსეთის ჩრდილო-დასავლეთით ქართველებმა შექმნეს ორი მცირე დაჯგუფება, რომლებსაც სოფელი ყაისაულა დაეგავებინათ და დამატების შემთხვევაში გასული იყვნენ ჯავახები. შემდეგ კი როკის პირებამდე. პირველი ფაზა ჩვენი გათვლებით სადღაც უნდა მოჩენილიყო ყველაზე მაქსიმუმ 12 საათში. იმიტომ რომ ეჭვების იმის გათვალისწინების რომ შეიძლებოდა ჩვენ მეზობელს შემდეგ პოტენციალურ მოწინააღმდეგეს რუსეთს ამოეყენა თავისი ძალები და ისინი პირისპირ აღმოჩნდებოდნენ ჩვენთან. ეს სწრაფი საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დავიკავებია. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა დაქსაქსული მოწინააღმდეგის დევნა და განეიფალება. აღარ იყო სწრაფად მოქმედება, რომ რუსების თავარზალებს კონფლიქტში ჩართვა ვერ მოესწრო. ოსმალების დაახლოებით 3000 შეადგინა. რუსეთისა და ჩრდილო-ოსეთის სამხედრო ბატალიონის რაოდენობა ერთად ოფიციალურად 1200-ს გაწმენდია. ცხინვალში შესვლის შემთხვევაში ისინი რა თქმა უნდა ქართულ შენაერთებს ცეცხლს გაუხსნიდნენ. ქართულ დაზვერვას არ ჰქონდა ინფორმაცია დამატებით რამდენი ჯარისკაცი გამოხალისე იყო შემოსული რეგიონში და რა რაოდენობის საარტილერიო დანადგარები და მძიმე ტექნიკა ჰყავდა. რუსეთს კავკასიაში ყველაზე ბრძოლისმოყვარული და ჩეჩნეთის ომში გამოცდილი ქვედანაყოფები ჰყავდა განლაგებული. 53 არმიის ბრიგადის შემადგენლობა დაახლოებით 70000 გაგრძელდა.
მის არსებაში 600 ტანკი, 2000 ჯავშანმანქანა, 125 ერთეული ქვემეხი და ნაყოფი ხორცნი. 190 ერთეული ზალპური სისტემა გრადი და 450 საზებო დანადგარი. რაც შეეხება ავიაციას. ჩრდილო კავკასიაში იყო განთავსებული დაახლოებით 200 მოიერი შემდგომშენი ფრენავი და 150 ვერტმფრენი. ამ არმიამ კავკასიური 1800 წლით ივლისის თვეში დაასრულა, სადაც საქართველოს პოტენციალური მოწინააღმდეგე იყო განხილული. დაისწავლების დასრულების შემდეგ ყაზანებს არდაუბრუნდა ამ არმიის ორი გაძლიერებული ბატალიონი. დაახლოებით 1500 რომანი, 2000 ტანკითა და საარტილერიო ქვედანაყოფით, როკის გვირაბთან დამარცხდა. სწორედ ამ ბატალიონმა ითამაშა მომავალში გადამხდარი როლი. ტექნიკურად რუსეთი ამობისთვის მზად იყო. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდებოდა წარწერები. პრობლემები სწორედ სამშვიდობო კონტინენტისთვის დახმარების აღმოჩენას იმიტირებდა. მოძრაობრივი ჯარები იყო მომზადებული მარშის მარშრუტები. უშუალოდ 2008 წელს დანაყოფებში იდო მომზადებული პაკეტების ბრძანებები. იმ შემთხვევისთვის თუ დაიწყებოდა საბოლოო მოქმედებები. 7 აგვისტოს ხამის კომიტეტის ნახევარზე მიხეილ სააკაშვილმა გენერალური შტაბის მეთაურს საზღვაოს დაურეკა და სამხედრო მოქმედების დაწყება უბრძანა. ახლა ყველაფერი უკვე სამხედრო ებზე დამოკიდებულია.